მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ გადავიღე ვიდეო, სადაც რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უწოდეს სულელები და ამასთან დაკავშირებით ჩემმა მეგობარმა შენიშნა მომცა, რომ თლათ ეგრეც არ არისო და ამაზე მინდა ვისაუბრო და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ კი ნამდვილად სულელები არიან და ნამდვილად იდიოტები არიან და თუ რატომ არიან, შევეცდები ძალიან მოკლედ დავხსნა. სისულელია, როცა გეუბნება ოპოზიცია, რომ 400,000 ხმა გაგვიყალბესო და 4 გაყალბების ფაქტს რო ვერ გაჩვენებენ და მაინც რო გჯერა, რომ 400,000 ხმა გაყალბდა, კი ნამდვილად სულელი ხარ და ნამდვილად იდიოტი ხარ. სულელი ხარ, როცა დღეს ოპოზიცია გარწმუნებს იმაში, რომ ზურაბიშვილი არის კაკებეს გამოგზავნილი ყლექალა და ხვალ რო აი ამ დღევანდელი კაკებეშნიკი ყლექალას გარშემო გაგაერთიანებინებენ და ტაშს რო დაგაკვრევინებენ და რო შემოგტენიან როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ არსებას და ამ ქვეყნის ხსნას და გადარჩენას. ამასთან დაკავშირებით კითხვა რო არ გაგიჩნდება, კი ნამდვილად იდიოტი ხარ. იდიოტი ხარ, როცა დაგაჯერებენ, რომ თურმე ერეკლე მეფე პატარა კახი მოღალატია და სააკაშვილი გმირია. და სწორედ იმიტომ იკადრა ბერძენიშვილმა ამ სისულელის ლაპარაკი, რომ ძალიან კარგად იცის, როგორი იდიოტი მიმდევრები ყავს და დარწმუნებულია, რომ სულელები ყავს მიმდევრები და იმიტომ იკადრა აი ამ რაღაცა სიგიჟის ლაპარაკი, რომ თურმე ერეკლე მოღალატია. ისე ბერძენიშვილის დედას შევეცი, მე რამდენი ერეკლე მეფე მოღალატია და ისა მიშა გმირი. იდიოტი ხარ, როცა შეკითხვა არ გაგიჩნდება მაგალითად ხოშტარიას და გედევან ფოფხაძის ორდღიან შიმშილობასთან დაკავშირებით. ზარზე იმით გამოაცხადეს და გახსნეს ეს შიმშილობის დაწყება ერთმაც და მეორემაც. ეს ყვერი ფოფხაძე აცხადებდა, რომ იმიტომ ვაცხადებ შიმშილობასო, რომ ეს ქვეყანა რუსეთიდან უნდა დავიხსნაო, უნდა გადავარჩინო რუსების კლანჭებიდანო, ხვალ შეიძლება პუტინის რეჟიმში გავიღვიძოთო და აი ამიტომ ვიწყებ შიმშილობასო და ორ დღეში შეწყვიტა შიმშილობა. ფოფხაძემ თუ ეს ქვეყანა ორდღიანი შიმშილობით რუსეთისგან დაიხსნა, 1-2 დღეც რო ეშიმშილა, ევროკავშირის წევრსაც გახდიდა ამ ქვეყანას. მათივე ლოგიკას თუ გავყვებით და იგივე ხოშტარია, ხო? გვეგონა რომ იმიტომ დაიწყო შიმშილობა, რომ მას ითხოვდა პატიმრების განთავისუფლებას და არჩევნების დანიშვნას. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ოპოზიციას უყენებდა რაღაცა ულტიმატუმს და მესამე დღეს ეს შიმშილობა შეწყვიტა ისე, რომ ვერც ერთ შედეგს ვერ მიაღწია. და ცირკია ეს ყველაფერი და აი ამ ცირკთან დაკავშირებით შეკითხვები რო არა უჩნდებათ ამ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ნამდვილად იდიოტები არიან, კი. სულელი ხარ, როცა ჭიჭევაშაძე გამოდის იმაში ტელევიზორში და რაღაც ფლომასტერით რაღაცებს გიხაზავს და რაღაცამ გაჟონა იქ ფლომასტერმაო და აი ფლომასტერმა რო გაჟონა ამას რო გტენიან როგორც ხმების გაყალბებას და ამას რო დაიჯერებ და შეკითხვა არ გაგიჩნდება ფლომასტერის გაჟონვა ავტომატურად ხმების გაყალბებას რომ არ ნიშნავს, ამასთან რო კითხვა არ გაქვს, კი ნამდვილად იდიოტი და სულელი ხარ. სულელი ხარ, როცა გჯერა რომ უკრაინა მომი მოიგო. ნამდვილად სულელი ხარ, კი. და იდიოტი ხარ, როცა ვერ ხვდები ქვეყანაში რა პროცესები ვითარდება. იდიოტი ხარ, როცა მე გონი ვარ ისა რაღაცა რუსეთუმე და რუსეთის მონა, იმიტომ რომ ოპოზიციას ვანძღავ. მონებს ეძახიან ეს ადამიანი ყველას, ვინც ამ იდიოტების ჭკუაზე არ არის, მაგრამ თვითონ არიან მონის მაგალითი ყველანაირი გაგებით. და ამაზე უფრო მეტი მონობა და ამაზე უფრო მეტი იდიოტობა მართლა წარმოუდგენელია. რასაც ეს ადამიანები
აკეთებენ და ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ზუსტად იცის როგორი იდიოტი მხარდამჭერები ყავს და იმიტომ აძლევს თავის თავს ოპოზიცია ამდენი სისულელის კეთების უფლებას და ამდენი რაღაცა ცირკაჩობის უფლებას, რომ დარწმუნებული არიან, რომ კი ნამდვილად სულელი და იდიოტი მხარდამჭერები ყავთ და რასაც უნდა იმას დააჯერებენ ამ ადამიანებს. არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა ამათი სისულელე და ამათი იდიოტიზმი. კი იდიოტი ხარ, როცა იძახი, რომ ქართული ოცნება წარსულში გვაბრუნებსო და ამავდროულად კოლექტიური ნაცების მოbrუნება რო გინდა ხელისუფლებაში და ქართული ოცნების ალტერნატივად რომ კოლექტიურ ნაცებს განიხილავ, კი ნამდვილად იდიოტი ხარ და სულელი ხარ და სწორედ ეგ არის წარსულში დაბრუნება ნაცებს რო ებღაუჭები და ნაცებზე რო ხარ ჩამოკიდებული, კი ნამდვილად წარსულია. ძალიან ცუდი წარსული ამ ქვეყნის ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდაჭერა ნამდვილად არის წარსულში დაბრუნება. კი იდიოტი ხარ, როცა გჯერა, რომ გირჩი ჯაფარა ნაცი არ არის. ნამდვილად სულელი ხარ და იდიოტი, როცა გჯერა, რომ გვარამია თურმე ნაცი არ არის. იდიოტი და სულელი ხარ, როცა გჯერა, რომ სამადაშვილი ნაცი არ არის. შემიძლია 72 საათი ჩამოვთვალო და ვილაპარაკო რატომ არიან იდიოტები და სულელები ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მარტივია ამ ყველაფრის დანახვა. თუ ქართული ოცნების სიძულვილით არ ხარ დაბრმავებული, ან თუ აი ეს ჭეშმარიტი იდიოტი არ ხარ, ძალიან მარტივად დაინახავ ამ ყველაფერს. იდიოტი ხარ, როცა უკრაინის მაგალითი გაქვს ცხვირწი. უკრაინის მაგალითი როცა 2014 წელს მაიდანი მოუწყეს უკრაინაში, მაიდანზე რო პროცესები ვითარდებოდა, იქ რო ჩაეთრეოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და ხალხს რო პირდებოდნენ, რომ ერთადერთი გზა ევროკავშირის წევრობის ეს გაქვთო, რომ უნდა დაამხოთ უკრაინა იანუკოვიჩის ხელისუფლებაო და აი ამის მერე თქვენ გახდებით ევროპული ოჯახის წევრიო და მას შემდეგ გავიდა 9 წელი და ომი არ გაჩერებულა უკრაინაში. აი ამ ყველაფერს რო ვერ იაზრებ, კი ნამდვილად იდიოტი ხარ და ნამდვილად სულელი ხარ. არ ვიცი, იდიოტი ხარ, როცა ელისაშვილი გგონია გულწრფელი ადამიანი და ამ ქვეყნის რაღაცა ინტერესებისთვის მებრძოლი. და მამუკა ხაზარაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილიც დიახ იდიოტებზე და სულელებზეა გათვლილი 2 დღეა ციხეში, რაც არის ხაზარაძე და ისეთი წერილებს იწერება იქიდან, რომ თითქოს აი ერთი მე-15 წელი დაიწყო, რაც საპყრობილეშია და აი ნატანჯიდან ნაწამები კაცი იწერება იქიდან ციხიდან წერილს. კი იდიოტებზე და სულელებზეა გათვლილი ეს ყველაფერი. ეს არის ვისი თქმაც მინდოდა და მოკლედ შევეცადე კიდევ ერთხელ ამეხსნა თუ რატომ არიან სულელები და იდიოტები.